სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ევანგელიის ახარება ადამიანის გადარჩენას ეხება, ცოდვილი კაცის გადარჩენას ეხება. უფალი ამისთვის მოვიდა ქვეყნა, ამისთვის გადმოვიდა სეციდან, ადამიანის ბუნებას ამისათვის მიიღო, მაგრამ ცოდვილი ადამიანი გადაეჩინა მას. აი ევანგელიის ახარება საოცარი მაგალითია და იმისა, რაც ასევე ვიხსნის საკარგად ვიხსნის მიზანს მაცხოვრის ქვეყნად მოლინებისას, რომელიც ზოგჯერ ადამიანთათვის გაუგებარია. ზაქეს საკვირველ გადარჩენას მოქცევას ეხება ევანგელიის წმინდა სახარება. იერიქონიდან იერუსალიმისაკენ მოუწია მაცხოვრას მოციქულებთან ერთად გზის გავლა. ასე ქალაქიდან ქალაქში გაიარებოდა უფალი და სახარებას აუწყებდა ყველა სასუფეველის დადგომის. და შემდეგ სახარებაში მოთხრობილია, რომ ცოდვილი კაცი ზაქე, რომელიც ხალხს სურდა, ის გადასახადების სამგრელთა უფროსი გახდა. რომის იმპერიაში შედიოდა მაშინ პალესტინა და რა თქმა უნდა სახელმწიფო გადასახადები არსებობდა და ამ გადასახადების სამსახურის უფროსი გახდა ზაქე და უსამართლო კაცი, როგორც უსამართლო კაცს, ისე იცნობდა მას ყველა. იმიტომ რომ იმაზე მეტს აღწევინებდა, ვიდრე ეს კანონი ითვალისწინებდა. ჯერ საერთოდ რომაელთა ბატონობა მძიმე იყო პალესტინისათვის და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ სიმძიმეს კიდევ უფრო უმძიმებდა ზაქესნაირი ადამიანები, ამიტომ ხალხს ზაქე არ უყვარდა. დიდარი კაცი იყო ზაქე, მაგრამ უსამართლო ცხოვრებით, უსამართლო გზით ჰქონდა ეს შეძენილი ქონება და ამისათვის ხალხს იგი სურდა. მაგრამ დასაოცარია იცით, რომ აი ხშირად ჩვენ ვხედავთ ადამიანს გარედან, ის ცოდვილია, თქვათ, ჩაფლულია რაღაცაში და მაგრამ შიგნით რაღაც იქეთი მაინც ინახება მასში და ზაქე სულად ყოფილა წყალწადებული კაცი. როდესაც გაიგო უფლის მოღვაწეობა, როდესაც გაიგო ის სასწაულები, რომელსაც უფალი აჰრენდა, რაღაც სულმა იჩინა მასში თავი, რომ იქნებ შორიდან მაინც ერთხელ თვალი მოეკრა მაცხოვრისათვის, რომელზეც მთელი ქვეყანა უკვე დამარაგებდა. დაიხედავ, მერტი გულთამხილავი გახლავთ, როგორც კი სურვილი გაჩნდა მასში უფლის თუნდაც შორიდან დანახვისა, ისე მოეწყო ყველაფერი, რომ იმ მხარეს მოუწია უფალს გზის გავლა, საიდანაც ზაქე იმყოფებოდა და როცა დაინახა უფალი უამრავ ხალხთან მომავალი, უამრავი ხალხი ესილიცით მაცხოვარს. ზოგი მართლაც მისდევდა, რომ სასუფეველზე სწავლება გაეგონა მისგან, ზოგი კი უბრალოდ შორის მოყვარეობით დაყვებოდა. აბა რა შვება ეს კაცი, რაღაც ახალს გვასწავლის, ზოგს კი ბოროტიკანს დაყვარდა, რომ იქნებ რაღაცაში უფალი ემკვილებინა. აი, როდესაც ზაქემ გაინახა ხალხით შემორტყმული უფალი, რომ იმის მხარეს წამოვიდა, იმ მხარეს სადაც იგი მოღვაწეობდა, აი მაშინ კი გული სხვანაირად შეუტოვდა მას. მაშინ სხვანაირი სურვილი დაეუფლა, უკვე იცით, თვითონ ზოგჯერ არის კაც შინაგანი ისე მოგიცავს, რომ შენ ვეღარ მართავს შენს თავს. შენ შინაგანი მართავს ხშირად და ასეც მოიქცა ზაქე და ისეთი დიდი სურვილი გაუჩნდა უფლის დანახვისა,
რა უნდა ექნა, ახლოს ვერ მივიდოდა, აუარებელი ხალხი ესეა მაცხოვარს. ყველას უნდოდა მისი განახვა, ყველას უნდოდა თუნდაც აი ხელი შეეყოთ მისთვის, ღვთაებრივი ძალა გამოდიოდა მისგან და ვერ მივიდოდა სახე, მაგრამ მონიერი კაცი იყო ეს სახე და მოისაზრა, იქ დაინახა გზაზე ლევის ხელი გადა, იფიქრა ავალე რამ ხეზე და ესენი ჩაივდიან ახლოს, ჩაივით სუფალი და იქიდან მაინც თვალს მოუκრავ მას, იქიდან მაინც დავინახავ ვინ არის ეს კაცი, რომელზედაც მთელი ქვეყანა ალაპარაკაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც არის გვადვილი სახესათვის. სახე სახელმწიფო სამსახურს წარმოადგენდა. ფაქტიურად დიდი თანამდებობა ეკავა იმას. თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა რომელიმე აი ძალიან დიდი სამსახურის უფროსი რომელიღაც სამინისტროს ხელმძღვანელი რომ ხეზე აწვისდეს იმისათვის რომ ვიღაცა დაინახოს. იმდენად მოიცვა სახე იმ სურვილმა ლუკალი დაედახა აღარც თავის მდგომარეობას დაეცემა, აღარც თავის ღირსებას შეიძლება ამისათვის განეკითხათ იგი და სასჯელის მიეცათ ეს როგორ იქცევა ეს კაციო, მაგრამ იმ ხელას სურვილი ჰქონდა უფლის დანახვისა და რა კარგია როდესაც ასეთი სურვილი ადამიანში გაჩნდება იცი. რა კარგია როდესაც შენს გულს ასე მოუნდება ღმერთის დანახვა, ან ღმერთის ცნობა, ღმერთის ნაცდა და აი მოხდა სასწაული, როდესაც უფალი გაუსწორდა მას, თვითონ ახედა მაცხოვარმა ზემოთ, ხის კოცე შემოჭდა სახეს და თვითონ უთხრა სახელით მიმართა, სახეს იგი არიცნობდა. ეს იყო პირველი შემთხვევა და სახეო, ჩამოდიო ცის, მე მინდა შენ სახში მოსვლა, მე მინდა შენთან სტუმრობა. ეს იცით ამხელა სასწაული იყო. სახე ნატრობდა შურიდან დანახვას, იქნება შურიდან მოკვრა თვალი უფასთან, უფალმა რისი გახადა, ჩამოდიო. მე შენ სახში უნდა მოვიდე დღეს და შენ უნდა გამიმასწრისდე, შენ უნდა გესტუმრო დღესვე. მოციქულებთან ერთად უნდა ამას სახე ვერ წარმოიდგენდა, მაშინვე ჩამოვიდა, მაშინვე გაუძღვა ამოდენა ხალხს, დიდარი კაცი იყო სახე, არ გაუჭირდებოდა ამათი მასპინძლობა და მის ოჯახში დიდი ხილი გაიმართა. ფარისევლები განეკითხავდნენ, წიგნობრების სახე ცოდვილი კაცია და იმის ოჯახში რამაინად შევიდაო, ეს რომ უფალი იყოს, ეს რომ ღვთის კაცი იყოს, იმას ვერ ვიგდებოდაო, რომ სახე ასეთი ცოდვილი კაცია და იმასთან როგორ შეიძლებოდა შეცვლა და გულისგან დეხვაო, მაგრამ ადამიანმა რა იცის უფალს გულში რა აქვს, უფალს რა ჰქონდა ჩაფიქრებული და როდესაც захემ დაინახა, რომ უფალმა აი ამის ღირსი გახადა, არა მარტო მიმართა მას, არამედ მის სახში მივიდა, მისგან რა ბეწობა იქნება, გულიც კი შეჭამა, ამის ღირსი რომ захე გახდა, სინამდვილით დაეუფლა იცი. პირველად თავის ცხოვრებაში თავისი თავი დაინახა, უღირსება დაინახა, უფალი სიწმინდე იდგა მასთან ახლოს, ნათელი იყო და აი ამ სიწმინდემ თავისი არაწმინდება დაანახა სახეს და სინამდვილით დაეუფლა, შეწუხდა, გადაწყვიტა მე უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრება და გამოვიდა წინ და ხმამაღლა განაცხადა უფალო, მე დღემდე ცოდავდი, მაგრამ მივხვდი დღეს, ახან შენ ამის ღირსი გამხარდე და შენ ჩემთან სერობა ინერვე, ახან შენ მე დამაფასე და შენ მე ადამიანად ჩამთვალე და მოკვედი ჩემთან, მე დღეიდან შევცვლი ჩემს ცხოვრებას და ვისაც რა დაუშავე, სახეს რომ ახსოვდა, ვისთვისაც რა დამეშავებია, თუ ვინმესთვის რამე წართმეული მაქვს, 4-ჯერ მეც დაუბრუნებ ყველასო. ყველას წინაშე განაცხადა სახემ და ამას ელოდა უფალი იცი, გაუხარდა,
საფეს ეს სინამდვილე, საფეს მოქცევა საკვირველი გაუყარდა და მაშინ უფალმა განაცხადა, რომ დღეს იქნა ამ სახლის ამოჯახის გადარჩენაო. ხედავ, რატომ ისურვა საფესთან მისვლა, იცოდა, რომ ცოდვილი კაცი კი იყო, მაგრამ გულში უფლის სიყვარული მაინც ჰქონდა, სადღაც ჰქონდა რაღაცა და იმის გადასარჩენად მივიდა საფესთან და მერე დასწინა, რომ მე მოვედი ძეკაცისა მოვიდა ცოდვილთა გადასარჩენათო, არა მართლთათვის მოვიდა, არა იმათთვის, ვისაც ეს არ ჭირდება, არამედ ცოდვილი ადამიანების საშუალად მოვიდა, რომ გამოიყვანოს ცოდვისაგან და ისინი გადაარჩინოს უფალმა. აი ეს არის დღევანდელი სახარების აზრი და დღეიდან ეკლესიაში იქნება უკვე სინანულზე გადაგება. სინანულზე გვექნება ხოლმე სწავლებანი და დღეიდან ნელ-ნელა შეგვამზადებს უფალი დიდი მართვის შესახვედრად. მართვა ძალიან ცივი არის, ვინც პატიოსნად იცავს მართვას, იცის იმან როგორი ცივია იმის დაცვა და მართვას ვერ დაიცავს კაცი, თუ სინანულის განწყობა წინასწარ არ შეიძინა და აი დღეიდან ზარდეს მაგალითით უფალი ჩვენს განგვაწყობს სინანულისაკენო, ჩვენშიც ცდილობს ამ სინანულის განწყობის შექმნას, რომ ჩვენს შევიძინოთ სინანული და გამართლება ისეთი, როგორიც აქემ უფალთან შეიძინა. მერთმა გაგვოცო, მერთმა მშვიდობიანად და ეს დღეიდან ნელ-ნელა თქვენც იფიქრეთ, თქვენ შინაგანზე, თქვენ წოდვებზე, ჩვენც ვერ მსგავსებით ზაფხეს რაღაცითა და რაღაცით, ყველა ვერ მსგავსებით ჩვენი წოდვილი ცხოვრებით და იქნება ზაფხეს მიგვამსგავსოს სინანულითაც მიგვამსგავსოს უფალმა ღმერთმა და ზაფხეს სინანული შეგძინოთ უფალმა ყველას და თქვენც ისე გაგახაროთ და თქვენც ისე აღგამართლოთ, როგორც ცოდვილი ზაფხე გაახარა უფალმა ღმერთმა. ყველანი დაგლოცოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, მაგნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა იყოს თქვენთანა, ყოველთანა. ამინ.